მოგესალმებით, გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა რადიო იმედის ეთერში და თემაც გემრიელი მოგიმზადეთ ჩემი აზრით დღევანდელი დღისთვის მეგრული სამზარეულოს განსაკუთრებულობა და თავისებურებები, რა თქმა უნდა, სტუმარიც მეგრელი მეწვია სტუდიაში, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი, ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანი, სხვა შორის დოკუმენტური ფილმების ავტორი, ძალიან საინტერესოსი, თუ არ გაქვთ დანახი, ნახეთ აუცილებლად და ამ ყველაფერთან ერთად გამორჩეული გურმანი და კულინარი გოდერძი შარაშია. რამე ხომ არ გამომრჩა? არაფერი, ძალიან ბევრი დაგიმატებია, აქამდე არ მომისმენია მსგავსი. არა, ყველაფერი ნამდვილია, თავმდაბალი ხარ შენ. მომსმენელებს რა თქმა უნდა. შენი გადაცემის. მეგრული სამზარეულო არის გამორჩეული და განსაკუთრებული. ზოგადად ქართული სამზარეულო არის გამორჩეული და განსაკუთრებული და ხშირად, როდესაც დაობენ, საერთოდ ამობენ გემოვნებაზე არ დაობენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეც როგორც წესი გემოვნებაზე დაობენ და ყოველთვის იმარჯვებს მეგრული სამზარეულო. ანუ მისი მრავალფეროვნებით და გამომდინარე ალბათ ყველანაირი გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს. რაღაცას მაინც იპოვი, ისეც რაც აუცილებლად მოგეწონება და ჩემთვის მაგალითად ყველაზე უფრო მეტად მაიდენტიფიცირებელი მეგრული სამზარეულოსი არის ღომი. ღომი და ელარჯი რო გესმის პირდაპირ სამეგრელოში ხვდები და თუ გამოყოფენ თვითონ მეგრელები, აი თუ აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს რომელიმე თუ არსებობს კერძებს შორის ესეთი მეფე. კი, როგორ არა, ჯერ ერთი თვითონ თემის შიგნითაც რო ყურადღება გავამახვილოთ აი კერძების მრავალფეროვნებაზე, გემოვნურ თვისებებზე და ასე შემდეგ, ერთ-ერთი თემა, რომელზეც მუდმივად დავა მაქვს, არის მეგრული სამზარეულო და ზოგადად ქართული გასტრონომია, მაგრამ ნახეთ, გააჩნია ვინ გედავება. ახლა გურული როდესაც გედავება მეგრულ კერძებში და გეუბნება რომ მეგრული კერძები ძალიან კარგია, აქ საკუთარ თავსაც გულისხმობს, იმიტომ რომ გურული და მეგრელებს ძალიან გავს ხო რაღაცა კერძები, მაგრამ თუ აღმოსავლეთის რომელიმე რეგიონთან დაობ, აბსოლუტურად განსხვავებული შეიძლება იყოს და იქ დავა უფრო მეტად ობიექტურია. იმიტომ რომ გურულთან ვერ ვდაობ იმდენად, იმიტომ რომ რაღაცეები გვაქვს საერთო. ახლა სამეგრელოში შეიძლება ბევრმა თქვას სხვადასხვა კერძი, მაგრამ ჩემთვის სამეგრელო უფრო ღომთან ასოცირდება, იმიტომ რომ ღომი ბევრი სხვა კერძს იახლებს თან, ღომისგან კიდევ შეიძლება სხვა კერძის გაკეთება, ისეთი როგორიც არის მაგალითად ელარჯი, ამიტომ ღომისგან მარტო ელარჯი გაკეთდება, მაგრამ ღომთან ბევრი კერძი შეიძლება მიირთვას. აქვე ვიტყვი მე რომ დამავიწყდეს, მაგალითად ძალიან ბევრ უცხოელს ხვდები ხოლმე, გადაღებიდან, ნაცნობებიდან, ასე შემდეგ და მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომხრე ვარ ბევრი ძველი კერძის ინტერპრეტაციის, ხო, გათანამედროვეობის რაღაცეების. მაგალითად მე ვისაც შევხვედრია, ვერაფრით ვერ გაიგეს, რატომ ქვია ელარჯი ბურთულებს, რომელიც შემწვარია Z-ში. აი ხო არის მრგვალი ელარჯის ბურთულები. აი მიუხედავად იმისა, ხო, ასეთი ტიპის გათანამედროვეების. მე არ მომწონს და უბრალოდ ჩემი ვერსია რო არ ყოფილიყო ის, რომ მე ეს არ მომწონს, დავეყრდენი ბევრ უცხოელს, ვისთვისაც წესით ეს ამ ფორმით მზადდება. ხო, ვითომ ელარჯის ბურთულები ასეთი და ისეთი, მაგრამ არ იღებს ამას, იმიტომ რომ იმ ელარჯი ურჩევნია და თუ კი სამეგრელოს ან გურიის რომელ სოფელში და უფრო სამეგრელოში რომელიღაცა მთის სოფელში წაიყვან, სადაც მწყემსები ტაბლაზე გააკეთებენ ელარჯს, ეს ხომ უფრო ურჩევნია და ურჩევნია. ამიტომ მესმის მოდიფიკაცია რაღაცეების ახლის შეტანა კომერციული კერძებიც, მაგრამ აი ძირი რაც არის, ეს უფრო აინტერესებს და მაგრამ მარტო უცხოელს ჩვენს გვაინტერესებს. სხვათა შორის ღომთან დაკავშირებით, ხა უარგუმენტოდ ხო არ ვამბობ, რომ დაუშვათ რატომ სამეგრელოსთან მაინც და მაინც ღომი, როცა შეიძლება უამრავი რამ იყოს. მე ამ შემთხვევაში ვეყნობი უცხოელ მისიონერებს, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს და ბევრი იყო ასეთი, მაგალითად ყველაზე ცნობილი ეს არის ქრისტეფორე ლამბერტი და სხვები იტალიელი მისიონერები, რომლებიც ხას უსვავენ კერძებში ძირითადად ღომის ღომს. ანუ ყველა მეგრელი, ყველა გურული აუცილებლად აკეთებს თეთრ ფაფას, რომელთანაც თითქმის ყველა კერძს მიირთმევენ და განსაკუთრებული ხაზი აქვს გასმული ღომის ღომთან. ხა სიმინდის ღომი, რა თქმა უნდა, მერე შემოვიდა გვიან პერიოდში, მაგრამ ანუ აქ იგულისხმება განსხვავებული მცენარე, რომელიც თავდაპირველად სანამ სიმინდი შემოვიდოდა საქართველოში, მანამდე ასე მზადდებოდა ღომი, რომლისგანაც მზადდებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეხა, ოღონდ ღომის ღომი ერქვა და ახლა სიმინდის ღომი. აი მაგალითად
იმერელს შეიძლება გურიაში არ ვიცი როგორ არის ან აქეთ ამ ხარის რეგიონები ამბობენ მაგალითად ჭადის ქვილს აი რაღაცასთვის რო აი მაგალითად სამეგრელოში ხომ მზადდება ფელამუში რომელსაც უკეთებენ ანუ ღვინოს ბაზაზე ესა ორზმის ბადაგზე და მაგალითად ჩვენ ვამბობთ ღომის ქვილი ჩვენ არ ვამბობთ ჭადის ქვილს ჩვენ ღომის ქვილს ვიწყვით და არა სიმინდის ქვილს მაგალითად არა სიმინდის ან რაღაცის უფრო შეიძლება სიმინდის ქვილი თქვა ვიდრე ჭადის ქვილი ხო ჩვენ ვამბობთ გურულები ჭადის ქვილს იმიტომ რომ გურულების განუყოფელი ყოველდღიურობის ნაწილი არის ჭადი ისევე როგორც ჩვენთან ღომი ნაკლებად სამეგრელოში მაგალითად შეიძლება იყოს ოჯახი სადაც ორჯერაც კი გაამზადებენ სადილად და ბაღშმად აი სადილის ღომს არ გააცხელებენ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს მე ჩაპიწყინებული ტაფაზე გაცხელებული მაგრამ თავიდან ბებია მაგალითად ასე იყო და მართალია რომ რაღაცა განსაკუთრებული მომზადება სჭირდება იმიტომ რომ მეგრელების მსმენია მხოლოდ მეგრელებმა იციან კარგი ღომის მომზადება და სინამდვილეში ერთი ინგრედიენტია სულ უნდა დაადგა მოხარშო და რომ მოიხარშება მზად არის ხო და აი გაგვიმხილე და ჩემს მენელს რეკომენდაციები გაუზიარე როგორ უნდა მოვამზადოთ იდეალური ღომი ირგული ვაი დედა ბებია მეუღლეც დიდი ხანი რეცხავენ ღერღილს იმის მიუხედავად გადასარჩევი არის თუ არა ხო არის აი ძალიან თეთრი ქათქათა ღერღილი იმასაც ჭირდება ღერღილს რომ ეძახიან ახლა ჩვენ მაგალითად როცა ვყიდულობთ ღერღილს აი სამეგრელოში არ ვყიდულობთ გარეცხილ ღერღილს ჩვენ ვყიდულობთ აი ჩვეულებრივ წისქვილში დაბქულ და ბაზარში გატანილ ღერღილს იმიტომ რომ რითი ირეცხება როგორ ირეცხება და ასე შემდეგ ამიტომ გვირჩევნია რომ ჩვენ თვითონ გავრეცხოთ აი რამდენი ხანი უნდა მაგალითად ეს გარეცხვაზე არ არის გააჩნია სიმინდი რა ხარისხისაც არის აი მაგალითად ძალიან მარტივად რომ მივხვდეთ როდესაც წყალს დიდ წყალს ბევრ წყალს რომ დაასხავ და მოურევ ჩოგანით ხო თავზე იდევს აი თხელი მასა რაც არის აი რაც ამოტივტივდება ეს ბოლომდე უნდა გადააცალო ნელ-ნელა რომ ეს მოშორდეს რომ არ დაწყდეს წყალი გამჭვირვალე უნდა დარჩეს წყალი უნდა იყოს სუფთა აი როდესაც უკვე გაზზე ან ბუხარზე დაკიდებ ხომს უნდა იყოს წყალი სუფთა და შავი წინწკლები არ უნდა კონდეს იმიტომ რომ მე როცა ფუვდება ის უფრო დიდი ხდება და შესაბამისად მე არა კარგი თეთრი არ არის ხო შეიძლება გურიაში როცა ამზადებენ ხომს იშვიათად ამზადებენ მაგრამ შემდეგ როდესაც მოიხარშება ჭადის ფქულსაც ამატებენ ბოლოს და ეს აუცილებელია. ნახეთ რამდენიმე წესია. ნელ-ნელა ბევრჯერ უნდა მოურიო, როდესაც უკვე აი პირველი ბურთულა ამოვარდება ცეცხელი წყლის, აი იქედან უნდა მიხვდე რომ უნდა მოურიო რამდენჯერმე რომ წყალი და ღერღილი ერთმანეთში აირიოს, რომ ტემპერატურა ერთნაირად მოადუღოს ქვედაც და ზედა ნაწილის. მე უკვე დუღილს რო იწყებს კიდევ რამდენჯერმე უნდა მოურიო და როდესაც უკვე მიხვდები რომ ღერღილი ხარშულია ამ დროს ამატებ ქვილს მაგრამ ახლა ვინმე რო გითხას 1 კილო ღერღილზე 9 კილო ფქვილი უნდა ან რაღაც ასე არ არის თვალის ზომით მაგალითად მეგრელებს არ გვიყვარს თხელი ხომი აი ხელით კარგად უნდა მოტეხო ხელი უნდა იყოს ხომი ხო იმიტომ რომ აი ზოგჯერ არის ხომე რამდენჯერ ყოფილ ვარ სუფრაზე და გემოვნურად კი შეიძლება გემრიელი იყოს მაგრამ აი კოვზიც საჭმელია და ეს ის ღომი არ არის. კონსისტენციასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა. აი რო დააგდებ, აი არ უნდა გაიშალოს თევზზე. აი რო დადებ უნდა დაიდოს. ელარჯის შემთხვევაში ახლა გეტყვი მაგასაც, მაგრამ ღომს დავამთავრებ. კი ბატონო. ამოღებასაც მისი წესი აქვს. მაგალითად ერთ თევზზე 2 ჩოგანი უნდა იდოს მინიმუმ. ერთი უფრო დიდია პირველი ნაწილი, აი ჩოგანით ამოიღო, დადო, ოღონდ აუცილებლად ჩოგანი ცივი წყლით უნდა დასველდეს, რომ არ მიეწებოს. პირველი დიდი ფენა რომ დავდეთ, მეორე უფრო ცოტა რომ გაალამაზო, რომ მომრგვალ ოვალური ფორმა კონდეს, ასე დატყეპებული არ იყოს. ვინც ლამაზად ღომის ამოღება იცის, ბიჭის ლამაზი ეყოლებაო, ასე ამბობენ დღესაც. ქმარი ძალიან საინტერესოა. ელარჯის შემთხვევაშიც რაღაც წესი იქნება. ელარჯის შემთხვევაშიც რა თქმა უნდა არის წესი. ახლა აქაც ის რომ აი 1 კილო ღომს და ფქვილს და ამას მაგრამ პირობითად აი 1 კილო ღერღილს თუ აკეთებ ღომად, მინიმუმ 1 კილო ყველი მაინც გჭირდება. აი ხა აქაც წესი არის. ყველი თუ სულგუნი, ასე ძალიან საინტერესოა. ძველად
უკეთდებოდა ჭყინტი ყველი. ოღონდ ნახეთ როგორი ჭყინტი ყველს გულისხმობ. იმერლებმა რო იციან, არ ვიცი თქვენთან გურიაში როგორ არის, იმერული ყველს რასაც ეძახიან ეგარა. თუმცა ჭყინტი ყველის ხო ეგეთივე ფორმის არის. ოღონდ აქ როგორ არის? აი წინა დღის დილით ამოყვანილი, მომწიფებული უნდა იყოს და პრინციპი რა არის? ჭყინტი ყველი რომელიც ცხელ ღომში გაერევა, იქ უნდა იქცეს სულგუნად. იქვე გაიწელება და იქვე აი მაგ ღომში ელარში ხო აი სულგუნი იწელებას ფორმა აქვს და რეალურად ის ჭყინტი ხდება იქ სულგუნად იქცევ, იმიტომ რომ სულგუნი როგორ კეთდება ჭყინტი ყველის ცხელ წყალში გადაზელვით და აქ ღომი ხო იქვე გადაიქცევა კი. გავშალოთ ახლა მეგრული სუფრა, რა არ უნდა აკლდეს მეგრულ სუფრას? აი რა არის ხოლმე მაგალითად აი დაბადების დღის სუფრაზე 10 კაციანი სუფრა და აი მეგრელებში მოუხდიო თუ გინდა თქვა მერე ამისთვის ხო როგორ არის იცით ამაშინ არ მოუყვები ის რაც შეიძლება სხვაგანაც იყოს საერთოდ აი რაც აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად მეგრელი რომ დაგპატიჟებს მეგრულ სუფრაზე რას დაგახვედრებს ეს არის აუცილებლად ღომი ელარჯი ხონია ექნება თუ არა აუცილებლად ელარს მაინც გაგიკეთებს ამითი უნდა რომ გასიამოვნოს და თუ ნათქვამი გაქვს რომ ელარჯი ნაჭამი არ მაქვს თლად გადაირევა ღომი ელარჯი აუცილებლად ექნება გებჟალია გებჟალია ეს არის გადაზელილი ყველი პიტნის აჯიკით. ჩემი ფავორიტი. და პიტნის აჯიკასაც გეტყვი ბარემ როგორ კეთდება, ეს არის ოღონდ არა ბლენდერებით და რაღაცებით გაკეთებული. დანაყილი, აი ხო ქვიჯას როსაც ზახიან თქვენთან და ჩვენთან ქვასანაყი. ეს არის პიტნა, მწვანე წიწაკა და მარილი, მორჩა. ნიორი არ უნდა? არ უნდა. ეს არის გებჟალიას მასალა. გებჟალი აუცილებლად ექნება ჩინჩოლია, ეს არის ჭყინტი ყველი დაფურჩხნილი პიტნის იგივე აჯიკით რაც გებჟალიისთვის, ოღონდ ღომს რომ თებზე დადებენ, მერე სველი კოზით მუცელს გაუკეთებენ და იქ რო ზემოდან დებენ მრგვალი ფორმით ასე. იმიტომ რომ შიგნით მერე ცხელდება და მერე ღომი აუცილებლად იჭმევა ხელით. შინაურობაში მეგობრებში და ხა რესტორანში ჯანგლით უნდა ჭამა, მაგრამ ძირითადად უფრო გემრიელია, ხელით მოტეხვა და ესე ჩაყოფა აი ამ რა გინდოდა დილიდან მოკლედ ამ იმას ჩინჩოლიაში აუცილებლად კიდე რა ექნება ნუ მეგრული ხარჩო კი იცი რომ სოფლიოს შარშან იყო თუ სწორად მახსოვს ეთერშიც ჰქონდა BBC-მ სოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანში შეიყვანა მეგრული ხარჩო საცივი გექნება ახლა ხაჭაპური ყველას გვაქვს მაგრამ მეგრელებმა ზემოდანაც გავუკეთეთ ყველი და კვერცხი რომ მეტი ყველი ყოფილიყო ხაზი გაუსვეს რომ სტოფისტის არაფერი ენანებათ და მეგრელები და იმერებთან ამაზე ჭედა შენ ხო ახლა ყველი ჩადე პატარა იმერეთში ჩვენ ზემოდანაც დავდე და ლაზებმა მე ამ ზემოდან ფუჭყოლ მოყრილ ყველს კიდე სულგუნის პირფიტებიც დაამატეს ხო და კარგია კიდე რა ექნება გებჟალია კუპატი აუცილებლად ექნება ოღონდ როგორ არის იცით სეზონურობის მიხედვითაც არის კუპატი აი მე არ ვიცი რატოა ასე მაგრამ ზამთარში დეკემბერში დაკლული ღორის კუპატი ბევრად უფრო გემოვნურია ვიდრე აი გაზაფხულზე კუპატი ყოველთვის შეიძლება გააკეთო ღორს დაკლავდა ნაწლავებისგან და ხორცისგან გააკეთებ და შებოლა მაგრამ აი ზამთარში საერთოდ სხვა გემო აქვს მაგრამ განსხვავდება როგორც ვიცი იმერული კუპატისგან მე არ ვარ კუპატის მოყვარული ამიტომ ვერ ყვევი დეტალებში ხო მან არის როგორ რაღაცა რისგან გააკეთებ მაგალითად გულღვიძლისგან აკეთებს ზოგი ჩვენ რაღაც ხორცის ნაჭრებსაც ურევენ და აქ უფრო სავარაუდოდ აჯიკა განაპირობებს აი ეს იმ სიმწარეს, ასე სიცხარეს, ასე ვთქვათ, კუპატის და აუცილებლად მიხვდები იმერული კუპატი აბსოლუტურად სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ფორმა ერთი აქვს, გემოვნური თვისებებითაც ცოტა სხვანაირია. კუპატს აუცილებლად დაგახვედრებენ და ხო, აი მეგრელს თუ უნდა რომ კიდე აი რაღაცა შტრიხი შემოიტანოს, აი ცხელებში ეს არის მეგრულ კვარაბიებს ეძახიან, აი კვარები ეს არის აი ხინკალის ფორმა კი არა ყელები რომ არის ხო ოღონდ აი ბევრჯერ ალბათ სოციალურ ქსელებში გინახავთ ფოტოები როდესაც ასეთ მეგრულ კვარებს ზემოდან კარაქი რო აქვს მოგდებული
ეს მეგრელის გაკეთებული არ არის. ეს არის ცომში ყველი, ხო სწორია? ხაჭაპური ოღონდ მოხარშული, ხო. ოღონდ სამეგრელოში ამას კარაქით არავინ არ მოგიტანთ, იმიტომ რომ კარაქ სიტყვასგან მიიყავს უფრო. სამეგრელოში უფრო მაგალითად მაწონთან არის და არაჟანთან. სახში გაკეთებული. საინტერესოა დესერტი თუ არის ხოლმე განსაკუთრებული და ან განსხვავებული და ღვინოზეც აუცილებლად მინდა რომ მკითხო. ღვინოზეც მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში ხა მეგრული ღვინოები და დასავლეთის ღვინოები არ ედრება მაგალითად ქართლისას და კახეთისასაც, მაგრამ სამეგრელოს აქვს თავისი ენდემური ჯიშები და თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს ციფრი, დაახლოებით 60 ენდემური ჯიშია სამეგრელოსთვის დამახასიათებელი. ეხლა მთავარი და ძირითადი ეს მაინც ოჯალეშია, ეს ფრანგული წარმოშობის ისტორიის მქონე, ეს ოჯალეში რა არის, ანუ ხეზე გაშვებული ვენახი, არის ასეთი მაგალითად გამისინჯავს ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მეღვინეა, რომლებმაც ძველი ჯიშები აღადგინეს, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გემრიელია ღვინო ყოლოში. ეს რას ნიშნავს? აი თითქოს სიტყვა არ ესადაგება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი სახელწოდება რატო შეირჩა. ყოლო არის ცოტა აი არატკბილი, ხო აი შეიძლება მეტი აი ამჟავებული ვით, მაგრამ უგემრიელესი ჩეხარდანი არის კიდე ესეთი ბევრია, რომელსაც მაგრამ აქტუალურია კი, განსაკუთრებით აი ჩხოროწყუში მაგალითად ზუგდიდში აუცილებლად დიდი სუფრაზე, დიდი სიამოვნებით მოგართმევენ ამ დასახელების ღვინოებს, მაგრამ კიდევ რა არის, იცი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მეღვინეობაში მოახდინეს მიურატებმა, ესენი იცით თქვენ სამეგრელოში დღემდე ცხოვრობდნენ, ნაპოლეონ ბონაპარტეში და ნათესავები, რომლებმაც აი ამ ევროპულ კულტურასთან და განათლებასთან ერთად ზევიდან, ტყიდან, ხიდან ჩამოიტანეს და ევროპული გზა მისეს აი ამ ღვინოებს ზოგადად საქართველოში და რა თქმა უნდა მათ შორის სამეგრელოში, ამიტომ ოჯალეში რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძვირფასი ღვინოა, ეს მარტო მეგრული და კუთხური არის, ანუ ქართულ ღვინოებში ოჯალეში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. დესერტს რაც შეეხება. ახლა რო ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი დესერტი გვაქვს, ესე ძირითადად ჩურჩხელი და ფელამუში ჩემოვიფარგლებით ხოლმე. და ესეც აქაც გურია სამეგრელოში და იმერეთშიც ფელამუში ეს ყველაზე ესეთი დესერტია, რომელიც რა თქმა უნდა სიმინდის ხილზე მზადდება. ისევე როგორც ჩურჩხელ გურულებმა, ასე ვიცით, ჯანჯუხას ვეძახით, არის თხილის აუცილებლად და თათარაში არის ამოვლებული არა პურის ფქვილისგან, არამედ ანუ ხორბლის ფქვილისგან, არამედ სიმინდის ფქვილისგან. სიმინდის ფქვილისგან მზადდება თათარა, ისა ფელამუში, რომელშიც ივლება მერე თხილი აკინძული და აქაც კი ცოტა პატარა განსხვავებებია. მაგალითად, სხვათა შორის გურიაში ვნახე ვიდეოებს როცა ვუყურებ, რაღაცნაირი 4 მხრიდან ესეთი ლამაზი თავით უკეთებენ და რაღაცა ძალიან სასახლესავით ჩურჩხელებს აკეთებენ და ძალიან მომწონს ეგ, მაგრამ ჩვენ განსხვავებით მაგალითად ზოგი 19 თხილისგან თხილის გულისგან, ზოგი 15-ის, მაგალითად მახსოვს ბებია 21 გულისგან აკეთებდა და არასდროს არ მიკითხავს რატო იყო 21-იანი, ხო? და რა უცნაური, აი რატო 21, რატო 19 ან რატო 15, ხო? ამას ალბათ რაღაცა მნიშვნელობა ექნებოდა, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ხაჭაპურის რატო აქვს ეს ფორმა, ვიცით, იმიტომ რომ მზის ამ პატივისცემის ამბავია, მაგრამ აი ეს რატოა 19-21, ეს არ მიკითხავს შესაბამისად, არ ვიცი, მაგრამ თუთა იყო დესერტი მაგალითად იმერეთში. აი საიდან ვიცი, იცი? აი აკაკი წერეთლების ცნობილ მენიუში თუთა და ნაყინი წერია როგორც დესერტი იმ ცნობილ მენიუში. შესაბამისად თუთას როგორც აი დესერტს იყენებდნენ და ერთი რამე ვიცი, მე დიდი მეგობარი მყავს სხვითორის აკაკი წერეთლის მუზეუმში, კლარა მაჭარაშვილი, რომლისგანაც მსმენია, რომ თუთა წერეთლებისთვის პატარა გლეხის გოგოებს უნდა დაეკრიფათ და უნდა მოეტანათ. ესეთი ტრადიცია იყო და ესენის რა თქმა უნდა რაღაც საჩუქრებს იღებდნენ წერეთლებისგან და შესაბამისად როცა სტუმარი მათთან მუდიოდა უხაროდათ, იმიტომ რომ თუთა უნდა დაკრეფილიყო და ძალიან კარგი ჯრიამული იქნებოდა ალბათ სოფელში. ასე რომ ერთი მთავარი რაც უნდა ვთქვათ ეს არის, რაც ყველა სხვა სამყაროს
ქვეყნებისგან განგვასხვავებს, ჩვენ გვიყვარს სტუმარი. და როდესაც ძალიან ხშირად გაგვიგია, ხო, აი მაგალითად თანამედროვეობის ვიდეობლოგერები, კულინარის რო ჩამოდიან, აუ რამდენს ჭამენ ქართველები და სუფრაზე რო დაგპატიჟებენ, ყველაფერს დაყრიან. მე ერთხელ უცხოეთში ვიყავი და გადაღებაზე წავედი ქართველებთან და არა ქართველმა მძღოლმა წამიყვანა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რაღაც წლებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ გასტრონომიაზე არ გვისაუბრია და თხოვე დამლოდებოდა 2-3 საათი ერთი ქალაქიდან მეორეში წამიყვანა, რომ ორჩებოდი უკან წამოვეყვანე და ეს ქართველები რომ გადავიღე, მე ამასობაში რომელიღაცა როგორც ვიცი დატრიალებულა და ყველა ეს ქართველი ვისთანაც კი მივედი ერთგან შევკრიბა სუფრაზე და ახლა ამ ძღოლსაც თხოვე რომ მეთქი ამოდი ცოტა ხანი დავპატიჟე ვიტრაპეზოთ და მე წავიდეთ და სუ ეგონა რომ უნდა გადაეხადა და რამდენჯერ მე ვუთხარი რომ არა გადასახდელი არ არის შენ გადაიხადე მე მეუბნები ეხა გონია რომ ტაგზე ხო არ დავაკლებ და არა არც მე არ გადამიხდია და ამითი მოვჭი და კარგად ჭამა გზაზე რომ მივდივარ სადღაცა 2 საათის გზაზე ვარ წასასვლელი და გზაში მეკითხება ესენი თქვენი ნათესავები იყვნენ? არა ჩემი ნათესავები არ იყვნენ. აბა მეგობრები იყვნენ? არა არც მეგობრები არ იყვნენ პირველად ნახე. აბა რატო გაჭამეს? მე ვთხარი ძალიან გამიჭირდება ტექნიკური ინგლისურით აგიხსნა მე რატომ მაჭამეს ამ ადამიანებმა და მით უმეტეს თუ ისინი ჩემი ნაცნობები არ იყვნენ და არც ნათესავები. მისთვის ეს ჭამა იყო და ჩემთვის ხომ ეს ჭამა არ იყო. ამას ჩვენთან სტუმართმოყვარეობა ქვია და ამას ალბათ ახსნაც არ აქვს. რატომ ვიყავი მე სტუმარი და მათი მოყვარე რატომ ვიყავი ამავდროულად. ასე რომ ამითი ნამდვილად შეგვიძლია ვიტრაბახოთ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიღაცამ დაწერა საღამოს ქალმა რამდენი ხინკალი ჭამა ქართულ რესტორანში, მაგრამ ეს ჩვენთან სხვანაირია. ისიც ამთავრებს რომ საქართველო ეს სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანაა და რა ვიცი ძალიან კარგია. თუმცა ეს ცოტა გადაჭარბებებში მეც რაღაცეებში ზომიერება ყველაფერში საუკეთესო გამოსავალი ხოლმე. აი ზომიერებასთან დაკავშირებით ამას ადრე ბევრი წესი და ჩვეულება დაწერილები არეგულირებდა. მაგალითად როდესაც დღეს მაგალითად გლოვის სუფრაზე დაიწყება და შეიძლება არ დამთავრდეს არასდროს ხო და აი გიჭირს მე ხო? გლოვის სუფრაზე არ არის ხოლმე სხვა შორის ხორცი დასავლეთში, რაც აღმოსავლეთში ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც შეიძლება მაგალითად 40 დღე არ ჭამონ ხორცს. მაგალითად ჩემს სახლში პირადად 1 წელი დედა არ მიეკარა ხორცს, როცა მამა გარდაიცვალა და აი თხოვეთ რომ აი როგორმე წლის თავზე მაინც, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის, აი ხო რეგიონებში ესეთი განსხვავებებია. არა და ხო რამ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმდენი რაღაცა არის შიგნით, რომ აი მაგალითად ქართულ კულინარებს რო უყურებ ხოლმე ან რაღაც გადაცემებს რო უყურებ, რამდენი სიახლის ნახვა შეიძლება ჯერ კიდევ. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ პირველი მწყემსი რომელმაც ღომში, იმიტომ რომ ღომი არ ყოფნიდა და ყველით გააბევრა და ამითი წარმოიშვა უსებ რაღაც ახალი კერძი, რამხელა ისტორიის მატარებლები. ეს იყო მიზეზი და არა გემოების შერწყმა. მაგალითად სამეგრელოში არის ეთნოსოფელი, სადაც ამ ყველაფერს იცავენ ძალიან ზედმიწევნით, მარიკა ქვია დიასახლის. თქვენ მარტო რომ აი ჭიშკართან დადგეთ და უცხოელი რომ დააკვირდეთ როგორ შედის ამ სოფელში და რომ გამოდის რომ დააკვირდების სახეზე, აი მანდ მიხვდები რა არის სტუმართმოყვარეობა ქართული. იქ არის აბსოლუტური ფოლკლორი, ეთნოლოგია, კერძი, გასტრონომია, ხარჩო როგორ მზადდება. აჯიკა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მეკითხა ერთი წუთი დაგვრჩა და აუცილებლად უნდა ვიკითხო, მითია თუ მართლა ყველა კერძი აუცილებლად ცხარე უნდა იყოს. მაგალითად ჩემთან სახლში სოფელში ძალიან მემწარება, იმიტომ რომ გადავეჩვიე, ასე ვთქვათ, მაგრამ ის რომ მეგრული და აფხაზური აჯიკა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხარეა, შენ არ ვიცი, შენთვის ალბათ ძალიან დიდი განსხვავება იქნება აფხაზურ და მეგრულ. მე არ ვარ ცხარის მოყვარული საერთოდ. ჩემთვის არ არის განსხვავებული, იმიტომ რომ იქ იმდენი რამეა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არის განსხვავებული. აი, მაგალითად აჯიკა, რომელიც კახეთიდან მაჩუქეს, ჩემთვის საერთოდ
საერთოდ არ არის აჯიკა. იმდენად ტკბილი აჯიკაა, მაგრამ მე შეიძლება არა ვარ ცხარეს მოყვარული, მაგრამ მე კახელი მეგობარი მყავს, რომელმაც შეიძლება სადილზე კიტრი პამიდური სალატთან 5 მწარე აჯიკა, ისა წიწაკა მიატანოს. მარტო ეს რეგიონის მიხედვით ვერა, თუმცა სამეგრელო ეს არის წიწაკის სამშობლო, ნამდვილად შეიძლება მეთქვა კედელზე მეგრელს თუ სადმე გამშალი წითელი წიწაკა არ უკიდია ძაბზე აკინძული, შეიძლება ღამეები არ დაეძინოს მთელი ერთი კვარტალი. ხოც შორის მე მაქვს გასინჯული შენი გაკეთებული აჯიკა, რომელთაც ჩემი ოჯახის წევრები აღფრთოვადნენ. გემრიელი ნამდვილად იყო, უბრალოდ მე არ ვარ წარეს მოყვარული. უდიდესი მადლობა ასეთი საინტერესო სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ გამონახეთ დრო ჩემი მსმენელისთვის ასეთი საინტერესო ინფორმაციების გაგეზიარებინა და რეკომენდაციაც საკმაოდ ბევრი მოვისმინეთ. მე გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე გოდერძი შარაშია იყო დღევანდელი ჩემი გემრიელი რეკომენდაციების სტუმარი.